რონალდინიო ახალ კლუბში გადადის, ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და რიო დე ჟანეიროში ჩავიდა. ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკვე ემზადებიან. 30 წლის რონალდინიო ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს და იმედი აქვს, რომ მომავალ ჩემპიონატზე საკუთარ სიტყვასაც იტყვის. რონალდინიომ ბრაზილიურ ფლამენგოსთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. რიო დე ჟანეიროში ჩასულ ვარსკვლავს 20,000 ფანი დახვდა. მან ფლამენგოს გულშემატკივრებსა და კლუბის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიაში დავბრუნდი. მოუთმენლად ველი ვარჯიშის განახლებას. ჩემი მთავარი მიზანი გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა და ტიტულების მოგებაა. 30 წლის ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს, რომელიც ბრაზილიაში უნდა ჩატარდეს. ჩემი მთავარი მიზანი ნაკრებში დაბრუნებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბრაზილიაში თამაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი თამაშით ნაკრებს დავეხმარები და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემს სიტყვას ვიტყვი. რონალდინიომ კარიერა ბრაზილიურ გრემიოში დაიწყო, რის შემდეგაც 10 წელი ევროპულ გრანდებში გაატარა. მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ბოლო სეზონი მილანის რიგებში გაატარა. სატრანსფერო სეზონის დაწყებისას ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ბრაზილიელი ბლეკბერნში გააგრძელებდა კარიერას, თუმცა ფლამენგოს ხელმძღვანელობამ მასთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.